გამარჯობათ. ეხლა მინდა ვისაუბროთ არაბრენდულ აკუმულატორიან ელექტროინსტრუმენტებზე და ზოგიც ჩვეულებრივ სადენიან ინსტრუმენტზე. ყოველთვის ეცადეთ, რომ აკუმულატორიანი უსადენო ინსტრუმენტები გქონდეთ ერთი და იგივე ბატარეაზე და ერთი და იგივე სტანდარტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ სხვადასხვა ბატარეასთან პრობლემები მოგიწევთ. ახლა შეხედეთ, ეს ბატარეები არის Makita's ძველი სტანდარტის ბატარეები, რომლებიც ყველა ჯდება ერთსა და იგივე სოკეტზე. ახლა ეს ბატარეა არის ეგრეთ წოდებული 18 ვოლტიანი Makita's ბატარეა, ყველა ამას აქვს ერთნაირი დამტენი და შეხედეთ რა ხდება. აი ამაში ესენი იძლევა ყველა 18 ვოლტ საშუალო ძაბვას, ანუ მაქსიმალური ძაბვა დატენვისას კი აწერია რომ 24, მაგრამ 24 არ არის, დატენვის მაქსიმალური ძაბვა არის 21 ვოლტი და ჩამოდის 15 ვოლტამდე, 15 ვოლტზე ითიშება. მერე უნდა დაიტენოს. ეხლა აი ეს აკუმულატორი შეხედეთ ზომით განსხვავდება. ხო? ამაზე ორჯერ უფრო დიდია თითქმის, მაგრამ აბსოლუტურად იგივე სტანდარტი აქვს. უბრალოდ ელექტროხელსაწყო ამითი იმუშავებს ბევრად მეტხანს, ვიდრე აი ამ მეორეთი. თორე მუშაობას რა თქმა უნდა ორივეთი დაიწყებს და პრობლემა არ ექნება. ეხლა რა ხდება თვითონ ამ ბატარეებში? აი ამ ბატარეებში არის აი ამათში არის 5 ძალი ესეთი ელემენტი. ეს არის 18650 ელემენტი. ჩემო ბატონო, ამებში არის 10. აი ამაში რასაც ხედავთ, 10 ელემენტია. ასეთი. ეხლა რა ხდება? ძაბვა ერთი და იგივე, იმიტომ რომ აქ 5 მიმდევრობით არის შეერთებული, აქ ორ-ორად არის დაპარალელებული და შემდეგ 5-5 მიმდევრობით გახლავთ შეერთებული. და ეს ელემენტები, ვთქვათ, ამაში შიგნით რომ რაიმე გაფუჭდეს რომელიმე ესეთი ელემენტი, ეს ყველაზე არასაიმედო ნაწილია, თორე ამის ელექტრული სქემა არც ერთის არასოდეს არ გადამწვარა, ჩემ ხელში ყოველ შემთხვევაში. აი ეს ელემენტი არის ძალიან მარტივი დასაშლელი. 4 ვინტი მოიხსნება, გაიხსნება და მიუდგებით ელემენტებს. და იმ ელემენტების შეცვლა და გასინჯვა არ არის რთული საქმე. ეხლა რაც შეეხება აი ასეთ ელემენტს. ეცადეთ რომ აი ასეთი ფორმის ელემენტებისაგან ამაში არის 3 ესეთი ელემენტი, 3 ელემენტია სულ. მეტი არა, ეცადეთ რომ არაბრენდული ინსტრუმენტის შემთხვევაში მოერიდოთ. არ გინდათ, არ გირჩევთ არანაირად. იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ 3-დან ერთი თუ გაფუჭდა აი ეს დაპრესილია და ძალიან ძნელი გამოსაცვლელია, რო დაშლით მე აწყობა საკმაოდ რთულია, მიდგომა რთულია თითოეულ ამის ბატარეასთან. ასე რომ ეს ახლა მე რაც მაქვს, ეს არის მეტაბო ორიგინალი, ძალიან კარგი, ძალიან მუშა, მაგრამ ეს ინსტრუმენტი მაჩუქეს. ასე ვთქვათ, თორე მე თვითონ მეტაბოში რა თქმა უნდა ფულს არ გადავიხდიდი, მერჩივნე ისევე არაბრენდულში გადამეხადა. იმიტომ რომ ღირს 3-ჯერ მეტი და ერთი საქმე რო გააკეთო არაბრენდული ინსტრუმენტით, გამოდის რომ ინსტრუმენტი შეგრჩათ და ხელოსნის ფულის დაზოგეთ. თან დაგეხარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე ხელოსნისათვის უნდა გადაგეხადათ ერთ საქმეში. ეხლა ვთქვათ, სადენიან ელექტროინსტრუმენტზე, ხო? დააკვირდით, აი აქ მაქვს დაყენებული, ქონდა ასეთი პლასმასის პატრონა, რომელსაც ხელით უნდა მოუჭირო, მაგრამ არაბრენდულ ინსტრუმენტებზე იშვიათად რომ კარგი პატრონა დაგვდეთ. ეხლა აი ამაზე აყენია, იმიტომ რომ ეს Kawasaki-ა ბრენდია, თან კარგი ბრენდი. ხოდა ამებს არაბრენდულებს ეს საერთოდ არაბრენდულია, ასე მარცის სპრინტერო რა ბრენდია უკრაინული, ეს შტერნია ბრენდის პროვოკაცია, მაგრამ ეს რასაც ხედავთ,
უკვე 10 წელია მუშაობს ჩემთან. ხოდა. ამასაც არ უვარგოდა ეს პლასმასის პატრონა და ამასაც და აი მეორესაც დავუყენე ჩემით გამოსასვლელი პატრონები იყიდება და დავისვენე. ამის მერე უკვე სვერლო იქნება თუ სახრახნისი, რაც ჭდება ამაში, უკვე უჭირავს კარგად. ხოდა თქვა აი ასეთი რომ მქონდა აი ამ ნაკლები ხარისხის ბრენდს ან ეს საერთოდ არაბრენდულია. ის ვერ იჭერდა და ერთი შეცვლა დამჭირდა. ახლა ეს შეცვლა ძვირი არ ჟდება, თავად ეს 8 და 10 ლარი ღირდა მეტი არა. ხოდა აი ეს Kawasaki-ზე არ შემიცულია, იმიტომ რომ ამას კარგად უჭირავს და კარგი ხარისხისაა. ეს Kawasaki იმდენად ძველია, რომ ადრე ლითიუმ-იონისა არ არსებობდა. ეხლა მე თვითონ გადავიყვანე ის ასე ვთქვათ ლითიუმის ელემენტზე 18 ვოლტიანზე, ეს 19 ვოლტზე მუშაობდა და 18-ზე გადავიყვანე. ეხლა მე გაჩვენებთ ამას მუშაობაში. ეხლა ამას შეხედეთ. აკუმულატორი ჯერ დამაგრებული არა მაქვს კარგად. უბრალოდ ამ რეზინკებით მივასამშაფათე ეხლა ამ წუთში. ამით მუშაობა რა თქმა უნდა მოუხერხებელია. მე რაღაცით კარგად უნდა დავამაგრო, მაგრამ აი ამ აკუმულატორზე მუშაობს. ადრე აბაროტი ცოტა მეტი ქონდა, როცა 19 ვოლტიანი ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორი ედგა. 18-ზე ცოტა ნაკლები აქვს. ახლა ეს ბოლომდე კარგად დატენილი არ არის, რომ უკეთესად იმუშავებდა. ასე რომ კიდევ ერთხელ, ესე იგი შემაჯამებლად ვთქვათ, ასეთებს ერიდეთ არაბრენდული ინსტრუმენტისას. აი ამას ძალიან გირჩევთ, ეს არის Makita's სტანდარტის, ძველებური Makita's-ზე მიდის, ახლებზე არა. და მას მერე რაც ესეთები ბევრი გექნებათ, თქვენ უკვე შეგეძლებათ რომ მარტო ინსტრუმენტი იყიდოთ, ამ დროს აკუმულატორი სერიოზული ხარჯია. მარტო ინსტრუმენტი, რომელზეც ეს აკუმულატორი მიდის და მარტო ინსტრუმენტის ყიდვა უფრო იაფი დაგიждდებათ. ხოლო აი თავები აუცილებლად შევუცვალეთ არაბრენდულ ინსტრუმენტებს, აი ეს პატრონები და რავი ქართულად ვაზნა ქვია, ხო? აი ასეთი არ დაუტოვოთ. ამას მხოლოდ იმიტომ აქვს დატოვებული, რომ ეს ბრენდია, Kawasaki-ა და ძალიან კარგად იჭერს სვერლოს. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.